თუ ვინმე შენთან ჭკვიანი გამოჩნდება შინაარსი ესე კი ბატონო საიყვანს თავისთან იქ იმუშავებს შექმნის იმის კლიანტში და პროდუქტს საპენსიო საკამდე იქ ეყოლება და შემდგომ გამოგზავნეს აქ ჩვეულებრივი წესი და ზნე რაც გქონიათ და რაც აქვს რაც არის ახლა არასდროს სხვანაირი არასდროს კი ბატონო ეს ეგრეთ დუმით თუ სასრულთეს პრინციპი რომ მეცნიერებას შეიწოვს და დაიტოვებს თავს ბატონო მე საერთოდ როგორ არის ეს ყველაფერი ახლა მოდით ერთ-ერთი მთავარი მომენტი ვთქვათ რა რატო მოეწერა ამ ხელშეკრულებას ასოცირებას ხელი და რა მთავრობამ რატომ მოაწერა ხელი ამას და საერთოდ რა არის ეს ყველაფერი არის რაღაც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული აი ამ იდეის ჩანასახი ევრომადიდებლური მე მას ვიზახი პეტრე პირველის რეფორმის პროდუქტს ხოლო ამ ევრომადიდებლებს მე ვიზახი კოლექტიურ თეიმურას ხელისთავს ან დადუნა ხომერიკის სტუმრებს წაიგითხეთ ნოდარ დუმბაძის ნუგეშინია დედა ხო ნუ ესე აიქიდან დაიწყო ეს ყველაფერი 90-იანი წლები 80-იანების ბოლოს უკვე რომელიც მე ძალიან კარგად მახსოვდა თქვენ ძალიან კარგად გემახსოვრებათ ეს უკვე რელიგიის რანგში იყო ავანელი 90-იანებში უკვე ეს იქცა როგორ რაღაც თიცით აი როგორც ქრისტიანი 60-ისკენ უნდა ისრაფოდეს ისე დაახლოებით აი ესეთ რაღაცად იქცა ეს კავშირი და ასეთ სისტემებს საერთოდ ინერციის ძალიან დიდი ინერცია ახასიათებს და სამუხრუჭე მანძილი ძალიან გრძელია გახსოვთ ალბათ შარშან როდესაც მთავრობამ თქვა რომ 2028 წლამდე ჩვენ მოლაპარაკებებს ევროპის მოლაპარაკებებზე ის გახსნაზე უარს ვამბობთ ვაჩერებთ რა ამბავი ატყდა ხო ანუ ეს იმდენად ესეთი გამჯდარია საზოგადოებრივ აზროვნებაში რომ ამის ბევრს დარწმუნებული ბრძანდებოდით რომ წაკითხულიც არ აქვს ეს და არც უნახავს ეს ვალდებულებები ეხლა გეუბნებით რას ელოდება ხალხი ევროკავშირის წევრობისგან და არც ერთი რასაც ხალხი ელოდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის პირიქით რასაც ხალხი ელოდება იმის ხელის შემშლელი უამრავი რამე იქნება ამ ხელშეკრულებაში